მოყვას რომ მშვიდობა გქონდეთ ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ ჩვენიერი გამრავლდეს, ოღონდ ჩვენი ახალგაზრდები განათლდნენ. მშვიდობა გქონდეთ, თავისუფლება გქონდეთ, საშუალება გქონდეთ მოღვაწეობისა, გამდიდრდით, გამრავლდით, შეუძახეთ შვილებს, ახალგაზრდებს, სტუდენტებს, რომ გამრავლდნენ და არაფერია დაკარგული. არაფერია დაკარგული, არც სულ ახლახან დაკარგული სოხუმი და ცხინვალი და თუნდაც საუკუნეების წინ დაკარგული ქართული მიწები, ოღონდ ჩვენიერი გამრავლდეს. მე დღეს საოცარი ადამიანი უნდა გაგაცნოთ, ჩემი ახალი, მაგრამ უკვე ძვირფასი მეგობარი და ამასთანავე ვისაუბროთ რამდენიმე დიდ ადამიანზე, რამდენიმე დიდ ქალაქზე, ისტორიულ ამბავზე და ასე შემდეგ. მე ძალზედ უწუხვარ, რომ აი სულ ეხლა და ეხლა ჩნდება უამრავი რამ საქართველოს ისტორიაში, რომელიც ხან შენიღბული იყო, ხან დამარლული იყო, ხან აღმოჩენილი არ იყო და ასე შემდეგ და დღეს მინდა ვისაუბრო ანტიკურ ქალაქებზე. ანტიკურ ქალაქებზე, რომელიც აი სულ რაღაც 100 წლის წინ შეიძლება ითქვას, რომ არავინ არ იცოდა რომ არსებობდა. წარმოგიდგენიათ, არავინ არ იცნობდა ისეთი დიდი გეოგრაფი და ეროვნული კაცი და მკვლევარი, როგორიც ვახუშტი ბატონიშვილი იყო. იგი არ იცნობდა, წარმოგიდგენიათ, ეს არის აჩხერეში არსებული სოფელი საირხე, ეს არის ჭიათურაში არსებული სოფელი ითხვისი, მათი ფასეულობა, მათი სიძველე და ასე შემდეგ. დღეს ჩვენთან არის საოცარი ადამიანი, კიდევ ერთხელ გეუბნები და არ ვწდები, რომ ესეთი შეფასება მაქვს. ეს არის ბატონი გიორგი კუპატაძე, სახელოვანი გვარის კაცი. წინაპართა გზაზე მდგომი კაცი, მრავალშვილიანი მამა, კარგი შვილების მამა, კარგი ოჯახის მამა, ეროვნული მშრომელი და საოცარი გვარის წარმომადგენელი. ჩვენ ქართველებს გვაქვს ესეთი თვისება, რომ როგორც კი ადამიანს შევხვდებით პირველი, მეორე, მესამე სიტყვის მერე, ვიგებთ რა მის სახელს და მის გვარს ეგრევე გვახსენდება მისი სეხნიები, მისი მოგვარეები. ხვდებით ეგრევე ამ ადამიანის წარმომავლობას და მე ეს ადამიანი რო გავიცანი, ეგრევე გამახსენდა მაგალითისათვის სოფელი კაცხი და იქაურობა. ეგრევე გამახსენდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იყო ესეთი ადამიანი, თამაზ კუპატაძე, ღირსება და პატიოსნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა. წლების განმავლობაში იყო მიმღები კომისიის ხელმძღვანელი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მისი პატიოსნება არის სამაგალითო და აი საწიგნო მე ესე ვფიქრობ და ეს ადამიანი არის გიორგი კუპატაძე, აი ამ ადამიანის მოსახელე და აი ამ ანტიკური გზაზე და ანტიკურ გზებზე და ანტიკურ ქართულ მიწებზე მუამაგი ადამიანი და მაფიქრალი ადამიანი. მოგესალმებით გიორგი, გაგახაროს ღმერთმა, მშვიდობა, ჯანმრთელობა. გაიხარეთ, შემოგელოთ ჩემთან, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს სიყვარულით. სულ საუკეთესო მისურვებია ყველასთვის, ღმერთმა სიკეთე სიხარული და დიდი მადლობა სამეფო არხს მოწვევისათვის. გენაცვალე, გაგაძლიერო. ეშმაიტად აი იმ პოლიტიკისათვის, რომელსაც ეს ტელევიზია ატარებს, აი ზუსტად ქრისტიანული ფასეულობების წარმოჩენისთვის, აი დიდესი მადლობა მომიხსენებია თქვენთვის. დიდი მადლობა ამ შეფასებისათვის და დამეგობრებისათვის და უამრავი საერთოს ქონისათვის. ჩვენ ამ ადამიანთან უკვე ვისაუბრეთ ამ თემაზე და ეხლა თქვენ მოგიყევით შესავალს რა. მე კი წარმოშობით სულ სხვა ადგილიდან ვარ, მაგრამ ბავშვობაში რამდენჯერმე მომიწია ყოფნა საჩხერის რაიონის სოფელ საირხეში. იქ ჩემი ნათესავები, ჩემი ახლობლები ცხოვრობენ და მივესალმები მათ, ძალიან ძვირფასი ადამიანები და ამ სოფელ საირხეში სულ რაღაც 60 წლის წინ წარმოგიდგენიათ ანტიკური ეპოქიდან არსებული ქალაქი აღმოაჩინეს. ეს არის საირხის ნაქალაქარი და ამ ნაქალაქარს არქეოლოგიურ გათხრებს იქ ატარებდა დიდი მეცნიერი, დიდი მწერალი, დიდი არქეოლოგი, პროფესორი, იქაური წარმოშობით იქაური ადამიანი ბატონი ჯურხა ნადირაძე. ღმერთმა აცხონოს მისი სული, მისი პატიოსანი სული, აი კიდე ერთი ადამიანი, კიდე ერთი ოჯახი, კიდე ერთი გვარი წარმოდგენილი. შესაბამისად აი ამ ღვაწლით და აი ამ პატიოსნებით და ეს ადამიანი ახლა შემთხვევით არის ეს, რა თქმა უნდა, რომ თბილისით ჩემი მეზობელი იყო, ჩემი სადარბაზოს მეზობელი და ჩემი როგორ ვთქვა, რომ უფროსი მეგობარი იყო, მაგრამ დიდი გულშემატკივარი ბავშვობაში, რომ ან ფეხბურთს თამაშობდი, ან ეზოში მიყურებ და ასე შემდეგ და ამასთანავე აღმოჩნდა აი ამ ადგილასაც, რომ ზაფხულშიც მასთან ერთად ვიყავი, არა ან ვარდადეგებისას. და
ამ ადამიანმა ეს პატარა 13, 14, 15 წლის ბიჭუნა მხარში ამომიყენა, დამხმარეთ დამნიშნა, ეს იყო წყალზე გაგზავნა, ეს იყო რაღაც ინსტრუმენტებისა თუ სხვადასხვა მოწყობილობების მოტანა, ამბის ჩატანა, ამბის ჩამოტანა და ასე შემდეგ და რამდენადმე აი ჩემს თვალწინ მიდიოდა ეს არქეოლოგიური აღმოჩენები და ძალიან მოკლედ გეტყვით იმას რომ წარმოვიდგინოთ რა ის საჩხერიდან სამხრეთისაკენ აღმართი იწყება ფერდი და ახლობით კილომეტრ ნახევარში იწყება სოფელი საირხე და იქ აი აქედან აღმართზე რომ მიდიხართ საირხესაგან და ჭორველისაკენ გზიდან ხელმარჯვნივ არის რაღაც უცნაური წარმოშობის გორაკები ეხლა დაახლოებით 50-60 მეტრი იქნება სიგრძეში დაახლოებით 10, 15, 20 მეტრი იქნება სიმაღლეში და სიგანეშიც დაახლოებით 30 მეტრი. ასეთი უცნაური წარმოშობის გორაკებია და თითოეულ დაახლოებით 10-12 და თითოეული მათგანი იყო სამოსახლო, ხო წარმოგიდგენიათ და აი მე ახლა წამოგიღეთ ეს ციგნები იქნებ სადმე აი ჯერ ვიზუალურად დაიმახსოვროთ საირხე, საქართველოს უძველესი ქალაქი, ჯურხან ნადირაძეა ავტორი. ამასთანავე მზით განათებული 1000 წლეულები, ჯურხან ნადირაძეა ავტორი და აქაც ჩანს ეს საოცრება და შეიძლება ითქვას რომ საირხე დაუდგა გვერდში ვანს, ქალაქ ვანის ნაქალაქარს თავისი აღმოჩენებით და ასე შემდეგ და წარმოვიდგინეთ ახლა აი ეს განზომილება, ეს აღმოჩენები გრანდიოზული ოქროს შეიძლება ითქვას საოცარი ნაკეთობები და ასე შემდეგ ამოვიდა ამ ქალაქში და არც ქართლის ცხოვრება მიცის ეს ძეგლი არც ვახუშტი ბატონიშვილმა ვიცოდა და აი მე-20 საუკუნის დასაწყისში და შუა წლებში პრაქტიკულად არ ვიცოდი და აღმოჩნდა. კიდე ერთხელ ვიხსენიებ ამ ადამიანის სულს, მოხარული ვარ რომ მის შვილებს ვიცნობ, მეგობრობ მის შვილებთან შესაბამისად და ესეთი ღვაწლის მქონია ეს ადამიანი საოცრება და რიცით რა მინდა ვთქვა რომ ნუ თუ ეხლა მე აი მისი ძმაც პროფესორია, დიდი ადამიანია და ნუ თუ აი ესეთი რამე რო აღმოჩნდა ეხლა საირხეში, ნუ თუ ამოიწურა და მეტი აღარაფერი აღარ არის საძებნელი. ნუ თუ იქით მაღლა, ან ცოტა დაბლა იყო დაზვერვითი სამუშაოები რო ტარდება. ნუ თუ დამთავრდა და ყველაფერი აღმოჩენილია. აი ესეთი კითხვაც მინდა დავუსვა, ვიღაცა ალბათ მიპასუხებს. თქვენი სოფელი რომელია? ჩემი სოფელი ბატონო ნუგზარ არის სარეკი. სახელოვანი სოფელი, საოცარი სოფელი, ლანდშაფტი, გარემოთი. ორი მდინარის შესართავშია, ყვირილასა და ჯრუჭულას შესართავში, ძალიან ესეთი კორტოვანი ფერდობები აქვს ორივე მხარეს, ფაქტურად გადასავარნია ესე დიდი სიმაღლიდან, კლდე ხრამებია, ფაქტურად 100-120 მეტრი იქნება სიმაღლე, სადაც არის ქრისტიანული ჟამამდელი, წინანდელი გამოქვაბულები, ისინი ამოშენებული ძველი ანტიკური ეპოქის ფაქტიურად და შესწავლილი აქვს მეცნიერებს ქართველებზე წინ სხვადასხვა რუსებსაც შესწავლილი. მე ეს მითხრა ცხონებულმა გურამ ლორქიფანიძემ, ვინაც ეს ჩვენი სოფელი შეიცვალა და ბატონმა გურამ ყიფიანმა რაღაც მიზეზები ჰქონდა ჯანმრთელობის გამომდინარეობით, თორემ დიდი სიამოვნებით მოვიდა და თქვენ სტუდიაში დღეს და გაგვესაუბრებოდა ამ თემებთან დაკავშირებით და აი დღესდღეობით კვლევის საგანს წარმოადგენს ეს ჩემი სოფელი, რომ ეს არის უძველესი ანტიკვარული ქალაქი დაკარგული, რომელსაც ერქვა სარაკე და რომელიც დატანილი იყო მსოფლიოს პირველი კარტოგრაფის კლავდიოს პტოლემაიოსის რუკაზე, რომელმაც საქართველოსთან დაიტანა სულ 10 ქალაქი. ამ 10 ქალაქიდან 2 ქალაქი დაახლოებით გაშიფრულია, ეს არის 3 ქალაქი შეიძლება იყოს გაშიფრული ვანი, ფოთი და ქუთაისი შედარებით და დანარჩენი არ იშიფრება. ძნელი საძებნია რაღაცნაირად ესეთი კვლევები უნდა ერთ-ერთი და სარაკე როგორც ეს მეცნიერები ვარაუდობენ ეს არის ის დაკარგული ტოპონიმა შეიცვალა თავისი სახელი ცვლილება განიცადა და გახდა სარეკი დღევანდელი სოფელი რომელიც მდებარეობს ძალიან იშვიათ რელიეფზე რა იშვიათ ასეთნაირად და აი ამაზეა კვლევა ეს ყველაფერი და გამოცემულია წიგნი აი ცხონებული ბატონი გურამ ლორქიფანიძის და ბატონ გურამ ყიფიანის რედაქტორობით ეს წიგნი სხვათა შორის ეს ბატონები ორთავენი მონაწილე იყვნენ ფაქტურად ბატონი ჯულხან ნადირაძის ამ ექსპედიციების და იცნობდნენ ამ ყველაფერს ახლოს და თვითონ ბატონ ჯულხას აქვს ნათქვამი და ეგ წიგნშიც მოყვანილია რომ აქ სადღაც სოფელი საირხის გვერდზე რომელსაც მისი სახელი გაშიფრა ბატონმა ჯულხამ აღმოაჩინა ტაძარში ძველი ქვა და ძველი სახელწოდება სოფელი საირხის ყოფილა
სახირე ჩემო ბატონო, სარიხე ყოფილა ტოპონიმა შეიცვალა სახელი და დღეს გახდა სოფელი საიხე. და ეს სარიხე და აი ამ სოფლის გვერდზე იმალება ძველი ანტიკური ქალაქი, იმიტომ რომ იქ იმ ექსპედიციამ აღმოაჩინა ფაქტურად მარტო სამარხები, რაღაც ესეთი ქალაქის ურბანული წარმონაქმნები, ნაგებობები, დიდი რაღაცა კი აღმოჩნდა, რაღაც არტეფაქტები, მაგრამ დიდი იქ არაფერი აღარ აღმოჩინა ესეთი და იყო ფაქტურად რაღაცა რელიგიურ, კულტურულ, ესე იგი კულტურის დანიშნულების პატარა ნაგებობები და სამარხები, ძალიან ძვირფასი ოქროს საგანძურებით და რაღაცა. ბატონ ჯუხას აქ ნავარაუდები, რომ აქ იმალება დიდი ქალაქია და ამ ქალაქს ვარაუდობენ, რომ ეს ქალაქი არის ზუსტად იმ კლავდიუს პტოლემაიოსის რუკებიდან გამომდინარე და ჩვენი სოფლის ურბანული განვითარებიდან გამომდინარე, ეს არის სოფელი სარაკი, რომელიც არის მომავალში ალბათ კვლევის საგანი და არქეოლოგები თავის დროზე მოვლენ და გამოიკვლევენ ალბათ ჩვენ სოფელს. ძვირფასო მეგობარო, ჩემო ძვირფასო, მოდით ახლა ლოგიკურად შევხედოთ ამ საკითხს რა. ეს დღეს არის, რომ ქალაქის ერთ ადგილზე ხდება ლოკალიზაცია, გამიგეთ და ასე შემდეგ და ძალიან ბევრს აი დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფები როა, აი ამის მიხედვით თვლიან, რომ ეს მაგალითად ქართლია, ეს კახეთია, ეს ჭიათურა, ეს საჩხერია და ასე შემდეგ. ერთი დიდი შეცდომაა ახლა ყობანში იპოვნიან, ჩემო მეგობარო, მაგალითად კოლხურცულს ტიპიურს და ის კოლხური არ არის, ის ყობანურია, გამიგეთ? ან მინგეჩაურში იპოვნიან იგივე კოლხურცულს და არა, ის კვითურია, გამიგეთ? ეს არის და ორი იდენტურია, ხო ხდებით რა თქმა უნდა და აქედან გამომდინარე, ახლა მე რუკაზე ვნახე ეს ადგილი და სარეკიდან საირხემდე ესე წრფეზე ჩიტი რო გაფრინდეს 6-7 კილომეტრი. მაქსიმუმ. კი ბატონო, მაქსიმუმ. და სარეკიდან ითხვისამდე ესე ჩიტი რო გაფრინდეს 5 კილომეტრი 6 კილომეტრი. 2 კილომეტრი. ხო, აი 2 კილომეტრი. დინარის მეორე მხარეს არც კი პირდაპირ, ფაქტობრივად დინარის მეორე ნაპირზე ითქვის. სოფელი ითხვისში ძვირფასო მეგობრებო, არის აი ესე 1000 კილომეტრიან წრეზე, წარმოგიდგენიათ 1000 კილომეტრიანი დიამეტრი, 500 კილომეტრიან რადიუსზე არის ყველაზე დიდი მარანი, ნაპოვნი 26-27 საუკუნის წინანდელი. 300 მეტრის სიგრძეზე არის, წარმოიდგინეთ ეხლა რომ 300 ლიტრიანი, 400 ლიტრიანი, 500 მეტრიანი ქვევრების n რაოდენობა. აქედან გამომდინარე, უნდა შესაბამისად დავიწყოთ იმაზე ფიქრი თუ რა განზომილების ქალაქი ყოფილა აქა და რა სიძველია და რა ფასეულობაა, ხო? ბატონო, რა თქმა უნდა. ეს არის რაც შეეხებოდა და თქვენ მე იქ არის ესეთი საოცარი რამე, კიდე რასაც ვერავწდებით. უამრავი რამე არის ლოგიკაზე ძლიერი, არც მათემატიკა არ არის, არც ფიზიკა არის, რომ დასკვნა გაკეთდეს და ასე შემდეგ. წარმოვიდგინეთ ახლა, რომ რა რაოდენობის ციხესიმაგრეებია, რა რაოდენობის ეკლესიებია და აქედან გამომდინარე ეს იყო საკაცობრიო გზაც, ხო მეთანხმებით? კი, შემოგეცნო. მე ძალიან მიყვარს რეკოთის უღელტეხილი, ძალიან მიყვარს იქაური ბუნება, ლანდშაფტი და ასე შემდეგ, მაგრამ შენ ხარ ჩემი ბატონი, სურამში რო დამთავრდება ეკლესია და რო დამთავრდება ციხესიმაგრე, ფაქტობრივად ამხელა უღელტეხილზე, ამხელა გზაზე, ამხელა მონაკვეთზე არ არის არც ერთი ციხესიმაგრე და არც ერთი ეკლესია შორაპანამდე და უბისამდე. როდის იყო ქართველი ადამიანი ციხესიმაგრე გზას აკეთებდა, გზა გაყავდა და იქ ეკლესია არ იყო, სოფელი არ იყო და ციხესიმაგრე არ იყო, ხო მეთანხმებით? და აი ამ გზაზე რომელთაც ესე უნდა წავიდეთ და გომთან უნდა გადავუხვიოთ, საოცარი სოფლებია, საოცარი, ეს არის ბროლოსანი, ეს არის ვაყა, ეს არის ალი, კირის საბადოა საოცარი. წარმოვიდგინეთ, ესე უნდა გადავიდეთ, გადმოვიდეთ, მერე შესაბამისად საჩხერე გავეროთ, მერე ჭიათურა გადავიდეთ და გადავიდეთ ზესტაფონში და ეს იყო საკაცობრიო გზა, რომელთაც ადამიანი უნდა წასულიყო მაგალითად თბილისიდან ზუგდიდში. დასავლეთში და ჩრდილო-დასავლეთში და უნდა გავიაროთ კაცხისვეთი. იცი მოგეთილა. საოცრება. უნდა გავიაროთ სოფელი კაცხი. მე ძალიან ყველას მინდა გთხოვოთ რა, რომ აი ახლო გაივლით ხო შედით და თუ არა და ერთხელ გაიმრუდეთ გზა რა, შემოგევლოთ ჩემი თავი და დასავლეთ საქართველოში რომ მიბრძანდებით, აი ესე საჩხერით წადით, ჭიათურით წადით და აუცილებლად ნახეთ კაცხის ეკლესია. სადაც არის საოცარი, ჯერ მარტო საოცარი არქიტექტურაა. ყველასგან განსხვავებული, აი ესე ვიტყოდი და მისი გუმბათი ძალიან გავს, სამწუხაროდ აღარა გვაქვს, ოპიზა იყო ასეთი საოცარი გუმბათით და შესაბამისად იქ გამოსახულია ასაკოვანი, ხანდაზმული ანგელოზი და აი ეს აუცილებლად სანახავია კაცხის ეკლესიაში და კაცხისვეტის მიმდებარეთ არის თქვენი გვარი, ხო? ჩემი გვარი კომპაქტურად, ფუძე ჩვენი გვარის შემომადგენ რომ არის აი კაცხის დაბლა, იქვე ჩამოდის კაცხურა მდინარე და კაცხურას მარცხენა მხარეს სვეტია,
კაცხლისფერი და მარჯვენა მხარეს ცხოვრობს ჩემი გვარი კომპაქტურად კუპატაძეები, იქიდან ვარ გაშლილი მთელ საქართველოში. ანუ საუკუნეების წინ მანძილზე ჩემი გვარი ალბათ არ ვიცი, ემსახურებოდა იმ სვეტს თუ რა ვიცი, ესენაირად იყო დაკავშირებული ვარ თავიდან ბოლომდე კაცხის სვეტს. ეხლა რო ტაძარია და ქრისტიანული ძეგლია და ფასეულობაა. ჩვენ წელთაღრიცხვამდე იგი იქნებოდა ქურუმთა სადგომი და ეს დადასტურებულია ბატონო მგზავრო. მოგვიყევი, აბა კაცზე და მან დაურობა. სანამ ქრისტიანული რელიგია შემოვიდოდა ჩვენთან შემოაბიჯებდა ეს მადმოსილი ჩვენი სარწმუნოებად რელიგია, იქ დადასტურებულია რომ იქ იყო კეფთამყანისმცემელთა ესეთი რო ვთქვათ საკულტო ნაგებობა და მსახურება ყველაფერი ხდებოდა ზემოთ იმ სვეტზე. მე როცა ქრისტიანობა შემოვიდა, იქ უკვე სავარაუდო და ვარაუდობენ მეცნიერები და კვლევები, რომ მეხუთე საუკუნიდან ამას ადასტურებს იქ გამოთლილი ბოლნური ჯვარი, ეს ხდებოდა მასშტაბად მეხუთე საუკუნეებში, იმის ნიშანი და დადასტურებაა და ყველაფერი, რომ აი იქიდან უკვე იქ იწყება ქრისტიანული მოღვაწეობა ჩვენი მამების. და მესვეტე ბერები იყვნენ იქ დაახლოებით 300-400 წლის უკან კიდევ იყვნენ ალბათ მესვეტე ბერები და იმის მერე უკვე წყდება ყველაფერი. მაგრამ მადლობა უფალსო ეხლა სამონასტრო ცხოვრება აღდგენილია და არაჩვეულებრივი გარემოა და არ ვიცი მოგდეთ. მადლობა უფალსო რომ დაბრუნდა ყველაფერი კაცხის სვეტთან შემოგეცი. გენაცვალე, გაგახარო. იქ კაცხის სვეტის გაღმა, აი კაცხურის გაღმა მეორე მხარეს. არის ჩვენი აი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, მონქონის ტაძარი, ჩვეულებრივად წირალოსთან მიმდინარეობს და არის კიდე ორი ნატაძრალი. ძველი არტეფაქტები დატოვებული, სადაც ვფიქრობთ რომ აი მომავალში არ ვიცი ახლა ნახოთ რამდენად გვაქვს გადაწყვეტილი კურთხევაზე გვაქვს მეუფე დანიელიდან რომ ერთი ტაძარი უკვე გაისათ ალბათ მე მგონი დავიწყებთ აღდგენას. და მეორე კიდე მე რჩება აღსადგენი, ანუ კაცხის გაღმა, კაცხურის გაღმა მეორე ნაპირზე ფაქტურად იქნება სამი ტაძარი. კაცხის ესეთი განსაკუთრებული ადგილია რა საქართველოში, მაგ საუკუნეების წინ იყო კლდეკარის ერისთავების სამფლობელო. აი ბაღვაშ ლიპარიტ ორბელიანი უდიდესი მეტოქე ჩვენი დავით აღმაშენებლის წმინდა დიდი მეფის, რომელიც დავითმა გააძოვა ათონის მთაზე, იქ გარდაიცვალა და იქიდან დაბარებული არის და დაღრზაული არის ზუსტად თქვენ რო ახსენეთ კაცხის მაცხოვრის შობის სახელობით ტაძრის ტერიტორიაზე. ეს დადასტურებულია და კი და ჩამოასვენეს და იქ არის დაღზალული. ვირფასო მეგობარო, მე ცხადია ეს შეცდომა და სამწუხაროდ უნდა ვთქვათ რომ დანაშაული იყო რომ მეფეს წინა უდგა და რაღაც დონეზე სახელმწიფოებრიობა მოარყია. მეფის ღალატი და პატრიარქის ღალატი არ იქნება. ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენ ამ ქმედებისაგან, მაგრამ უნდა ვთქვათ რომ ამ ადამიანმა და ამ გვარმა სიტყვაზე კი არ ვამბობ. ზუსტად ვამბობ 1200 ეკლესია და ციხესიმაგრე ააგო ტრიალეთის ზეგანზე. და თავობაში აღესრულა და დაიმარხა კაცხში, მისი ანდერძის მიხედვით. ჩამოასვენეს ათონიდან. საოცარი რამეა და შესაბამისად ესეთი რამე მინდა ვთქვა. ეხლა კი ბძანა ბატონმა აი ტოლომეუსის ცნობა, კოლხეთზე ცნობები და ასე შემდეგ და მე უკვე შევთანხმდით იმაზე რომ ეს ერთი ქალაქი იქნებოდა. სარეკი, საირხე, ითხვისი, კაცხი, ხო ხვდებით რის თქმა უნდა და მაშინ აუცილებელი იყო ქალაქის ასეთი განლაგება. დღევანდელი ურბანიზაცია ნუ შეიყვანს ნურავის შეცდომაში რომ ეს ერთ ადგილზე და ერთმანეთზე მიყუდებული სახლები იყო შესაბამისად როგორც ქართლის სოფლებშია და შემდეგ. ეს აუცილებლად ქალაქი იყო და აი უდიდესი თხოვნა მაქვს რა, ჩვენი ერის ერთ-ერთი სიძლიერე, ერთ-ერთი წარმატება, თუნდაც მატერიალური წარმატება, თუნდაც გამდიდრება დევს ჩვენს არქეოლოგიაში შესაბამისად და ესეთი დიდი თხოვნა მაქვს რომ ანს აი სახელმწიფოს თხოვო რომ რაღაც დონეზე უფასო გახადოს ესეთი სპეციალობები, სტიპენდიები მისცეს რომ უფრო მიიზიდოს ამ ფაკულტეტმა ახალგაზრდები. მე არსებობს ეხლა ჩვენ თუ ამისი დეფიციტი გვაქვს და სხვა მიმართულებებზე დაიწყო ხალხმა ჩაბარება სხვადასხვა დროს უმაღლესებში, შესაბამისად ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ძალიან მაღალი დონის სპეციალისტი არის, რომელიც სიხარულით წავა, გინდა ინდონეზიაში, გინდა ინდოეთში, გინდა აფრიკაში, გინდა საქართველოში და გინდა პერუში არქეოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად და იციან ძალიან მაღალ დონეზე ეს საქმიანობა. პოლონელებს აყავთ ძალიან დიდი ჯგუფი, ძალიან დიდი სკოლა აქვთ ამისი შესაბამისად და იქნებ ვიღაცამ გამოიმეტოს მატერიალური საშუალებები, რომ დაიწყოს ძალიან დიდი ეპოქა რა. და ამოვა, საოცრებები ამოვა, ისეთივე რამე ამოვა, როგორიც გრაკლიანში ამოვიდა 30 საუკუნის წარწერა ხილული, ხო?
და ასე შემდეგ და ეს აი ძებნაძიების სამუშაოებია ჩასტარებელი და მე განსაახლებელია რა შემოგევლოს ჩემი თავი. ეს ადამიანი ბატონი გიორგი კუპატაძე არის ამასთანავე შეიძლება ითქვას აი საზოგადოებრივი ჯგუფის, საზოგადოებრივი გუნდის თვითონ ამბობს რომ წარმომადგენელი ვარო, მაგრამ მე ვამბობ რომ ერთ-ერთი თავკაცი არის, წინაპართა გზა არის ესეთი ჯგუფი, გუნდი, მე სიხარულით მინდა რომ იქ ჩავეწერო, გავერთიანდე და საოცარი შესაბამისად გუნდია, ეროვნული გუნდია, მოღვაწე გუნდია, მოგვიყევით ამის შესახებ. თუ კიდე დაამატებ რამეს თქვენ წინაპრებზე მაგალითისათვის აი თქვენ ახსენეთ ძალიან მინდა რომ ჯერ ეს მოუყვეთ ხალხს, თქვენ ახსენეთ სასულიერო პირზე, თქვენ წინაპარზე. აღმშენებელზე ჩემი ყველაზე საყვარელი ტაძრისა, იმიტომ რომ იქაური მრევლი ვარ. ქაშუეთის ამგებ ადამიანზე, პატრიარქის თანამებრძოლზე, ამბროსი ხელაიას თანამებრძოლზე. მოგვიყევი, აბა? კი, შემოგეთილო, უბრალოდ გეტყვით, რომ ჯერ აი კუპატაძეებიდან ხავს ერთი ისეთი სასულიერო პიროვნება, ძალიან გამოჩინებული ადამიანი, არ ვიცი. ეს სიგელი, რომელსაც ახლა გეტყვით და წაგიკითხავთ, გამოჩნდა დაახლოებით 4-5 წლის უკან. და ჩემ გვარში ხავს ერთადერთი სასულიერო პირი მღვდელი დეკანოზი მამა გიორგი კუპატაძე მსახურობს ქალაქ გორში წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარია და აი მამაოს გადაუგზავნეს ეს სიგელი არიან ქართველი ასეთი ჯგუფია მუშაობენ ამ ძველ ჩვენს სიგელებზე და ჩვენ ხელნაწერებზე და იმათმა აღმოაჩინეს ეს და აქ რა დგინდება ეხლა აი თურმე ესეთ ყოფილა რომ სოლომონ პირველი დასავლეთ საქართველოს იმერეთის ყველაზე დიდი ალბათ 300-წლოვანი ისტორიის მანძილზე რაც ერთიანი საქართველო დაიშალა ამ მეფის მოძღვარი და მისი წარმომადგენელი ისეთნაირად ჩანს ამ წერილიდან რომ სვეტიცხოველში ყოფილა მამა ოქროპირ კუპატაძე. წყალობის სიგელი არის გაცემული 1753 წელს. ზუსტად 4 წლის მერე რაც მამა ოქროპირ კუპატაძე წირავდა ამ თავისი მეფისთვის სოლომონ პირველისთვის და მთელი საქართველოსთვის სვეტიცხოველში იმის მერე იყო რომ ზუსტად 1757-ში დეკემბრის თვეში დაამარცხა 30,000-იანი ჯარი ჩვენმა დიდ სახელოვანმა წმინდა მეფემ სოლომონ პირველმა ხრესილის ველზე 4 წლის მერე. თუ ნებას დამთავრდა აი ამ სიგელს წაგიკითხავთ ძალიან საინტერესოა კი ბატონო მე გეტყვით იმ მეორე გვარზე და ისენაც შეხება გვაქვს ზემოიმერეთ ხრესილის ომის ერთ-ერთი ხრესილამდე 4 წლით ადრე არის ეს სიგელი გაცემული ეხლა წაგიკითხავთ შემოგეთილო ნებითა და შეწევითა ღვთისათა ჟამთა წელთა ხანთა და გძელთა მრავალთა ესი ამიერიდან უკუნისამდე საბოლოოდ გასათაებელი წიგნი და სიგელი დაგიწერეთ და გიბოდეთ ჩვენ ღვთის ზეცით კურთხევით გვიგინოსამმა მეფემმა პატრონმა სოლომონ და თანამეცხრემდნენ ჩვენმა დადიანის ასულმა დედოფალმა ბატონმა მარიამ ძმამამ ჩვენი ბატონიშვილმა ბატონმა არჩილ შენ მღვდელ ეს ალბათ სოლომონ პირველის ძმაზია არჩილი მღვდელ კუპატაძეს ოქროპის და შვილსა შენსას მიქეს ასე რომ ყოველ ხუთშაბათს დღეს წმინდის სვეტიცხოვლის წინ ჩვენი მწირველი ხარ და მომხსენებელი მანამდე სული გვიდგას სადღერძელოთ და მერმე ჟამი მოიწვიო და სოფელმა მისი არა მოიშალოს სასულიერად ყოველსა შაბათ დღეს ჟამსა გვიწირვიდე და მოგვიხსენებდე ჩვენსა ამის მაგერად ეს წყალობა გიყავით არაფერი საუდიერო და სათხოვნელი ჩვენი სახლიდან არ გეთხოვოს და არ ჩვენგან ვინაც და რამანსა ძემანკაცისამა შენ ეს წიგნი შეგიშალოს დიდმა მანუ მცირემან მასამსა რისხავდეს მამაღმერთი ძეგმერთი სულიწმინდა ღმერთი მამაინ და მამამთავარნი 12 მოციქული წინასწარმეტყველი მთავარანგელოზი და ანგელოზი რაინსა წმინდსა დიდსა საუფროსა სვინაქსა საშინა დიდი წმინდანი მოიხსენებიან და ჩვენ ამის ნურავინ განიკითხვის მას მეორედ მოსვლას და მე არის ხელმოწერები შემოგეთილო ეს არის საოცარი ცნობა და ისტორია გენაცვალე გამეხარდა ძალიან შემოგეთილო და საამაყო ძალიან გვიამაყება ჩვენ გვარს რომ ესნაირად იყო რომ სოლომონ პირველის და რამდენად ახალი აღმოჩენილია ხო? კი, 4-5 წლის აღმოჩენილია დაახლოებით და გამოგვიგზავნეს მამა გიორგის გამოგვიგზავნეს და მე გავარცელეთ ჩვენ გარში და ესენაირად ვამცნობ ნელ-ნელა სადაც შემოძვირფასო გიორგი ერთი ახლა მომიტევე აი ესეთ მომენტებში რომ ჩართვები მექნება ხოლმე წარმოვიდგინე ცხონებული მამაჩემი ისტორიკოსი კაცი მეცნიერი კაცი მკვლევარი კაცი პეტერბურგის არქივებში ეძებდა რაღაც წყაროებს იგი ავტორია ერთ-ერთი ისტორიული წიგნისა და მისგანაც ვიცი და უამრავი ადამიანიც ამბობს ამას რომ აი თბილისში რომ ცნობები და დოკუმენტები გვაქვს საქართველოში 1000 ჯერ მეტი პეტერბურგის საცავშია და კიდე სირიაში და
ვატიკანში და ევროპაში და თურქეთში ხო კიდე უფრო მეტი იქნება და წარმოვიდგინეთ რომ ეხლა განძი, ხატები და ოქრო და ასე შემდეგ ხო εν რაოდენობით წაიღეს ქართული ეკლესიებიდან და ამასთანავე წაღებულია აი ესეთი ფურცლები რა, რაც მათთვის შეიძლება არ წარმოადგენს ფასეულობას და ჩვენთვის ძალიან დიდი სიხარულია, ძალიან დიდი ბედნიერება და მათ შორის წაღებულია ჩემო ძვირფასო მეგობარო, ჩვეულებრივი უწყისები, სადაც იყო დაბადების მოწმობა, რომ დაიბადა ეს ადამიანი, გარდა მაშინ ეკლესია იყო ატარებული. აი ამ იმას, კარგად გამიგეთ და აი ახლა მაგალითად უნდა ერთ სიტყვით აი ესეთი განძე იქნებოდეს მე დაგვიბრუნდეს, რომ ჩვენ აი მე ჭვიანეპარება ახლა ძალიან ბევრმა თქვენმა მოგვარემ გაიგუეს ამბავი და ამაყია ამისა რა. მომიტევეთ, მაგრამ შეიძლება ზოგმა ჭიათურელმა, ითხვისელმა, კაცხელმა, სარეკელმა და საირხელმა გაიგო ახლა ეს ამბავი, რაც თქვით, აი ამ საოცრება, აი ამ სამკუთხედზე, აი ამ ფასეულობაზე და ამაყია და ესეთი სიამაყე ჩვენთვის აუცილებელია ენთუზიაზმისათვის, მეტი შრომისათვის, მეტი სიხარულისათვის, მეტი გამრავლებისათვის, მეტი პასუხისგებლობისათვის. ხომ ეთანხმებით ჩვენ მეგობრებო? თქმა უნდა, შემოგეთილი. ღმერთი აცხონებს მოღვაწე ადამიანს ოქროპირ კუპატაძეს. ღმერთმა მოიხსენიოს მისი სული და მისი შემოქმედება და მისი ღვაწლი და აი მეც კი ამაყი ვარ, რომ ესეთი რამე წაიკითხეთ და ახსენეთ ახლა ჩვენ საუბარში. კიდევ მეორე მხარე ახლა სასულიერო პირები ჩემი დიდი ბებია იყო ზეხათუნ ყემალაძე და ზეხათუნი. კი, საკეთასეთი რამაი სახელი ერქვა, კი ბატონო. სამწუხაროდ ფოტო აღარ არის შემორჩენილი ოჯახში და ის რაღაცნაირად ჩვენ ოჯახში და ეს კარგად გამიგეთ, სად იყო მაშინ მაგის საშუალება ფოტო. რა თქმა უნდა. იყო ღვიძლი და პროტოპრესვიტერ მარკოზ ყემალაძის. პროტოპრესვიტერის მამა მარკოზი დაკრძალული არის სიონში, თავის ღვაწლიდან გამომდინარე, იყო სიონის წინამძღვარი, ქაშვეთის წინამძღვარი, შემოგეთილებო თავის მსახიობობის პერიოდში და საერთოდ ამ გვარ ყემალაძეებს ესენი გადმოსული არიან სოფელ ბაჯიჩში, საუკუნეების წინ, სოფელ ჭილოვანიდან, ჭიათურის რაიონია სოფელი ჭილოვანი, სადაც თითქმის მარტო ყემალაძეები ცხოვრობენ. და საბედნიეროდ მიკვლეულია, დადასტურებულია, რომ ამ გვარს, ნუ ახლა მრავალრიცხოვანი გვარი არ არის, ნუ არ ვიცი, დაახლოებით იქნება 20-25 ოჯახი. შედგენილია გენოლოგიური ესეთი სქემა გვარის ყველაფერი და აქ დაახლოებით 17-18 მღვდელი იხსენიება ამ გვარის წარმომადგენელი, რომელიც მსახურებდნენ საუკუნეების წინ და წინა საუკუნეშიდაც ამ საქართველოს, აი ზემო იმერეთში და ქართლშიდაც მსახურობდნენ, სხვათა შორის ეს მამები, შემოგეთილო, იყო ასეთი ინფორმაციები და ცნობები და ეს მამა მარკოზი კიდე ქაშვეთის წინამძღვრად დანიშნეს გასული საუკუნის, აი მე-19 საუკუნის დასაწყისში და ქაშვეთი მაშინ სულ სხვა ფორმის იყო, დაზიანებული იყო და იმდენი მოკლედ მოინდომა გული დასული აკაკუნა ყველა კარებზე სადაც შესაძლებელი იყო დაფინანსების მიღება, მერე არქიტექტორები რაღაცები მოიზია ყველაფერი და მის უშუალო ძალისხმევით არის ქაშვეთი დაწყილი და გაკეთებული თავიდან ბოლომდე ეს ტაძარი და უკავშირდება და მერე აი ბოლოს დამთავრების ჟამს გადაიყვანეს სიონში. შემდეგ სიონში მოღვაწეობდა მამა მარკოზი და საამაყო და სასახელო ის არის, რომ აი როცა რომ ის წითელი ტერორი დაიწყო ქვეყანაში ჩვენთან 1923 წელს გასამართლებული არის წმინდა ორ პატრიარქთან ერთად. ამბროსი ამსარებელთან შემოწმდა და წმინდა პატრიარქ კალისათესთან ერთად. ერთ დღეს დაიჭირეს და ერთ დღეს გამოუშვეს სასამართლო პროცესზე. იყო მათთან და გაიზიარა ეს მძიმე თვითი და ეს ყველაფერი და მძიმე თვითი. რა თქმა უნდა. მძიმე თვითი, მართლა მძიმე თვითი რა. უდიესი თვითი. და უდიესი არ ვიცი ესეთი. ილია ჭავჭავაძის წესიც აგებული აქვს მამა მარკოზ ყემალაძის ეს დადასტურებულია წესი ილია ჭავჭავაძეს ამ ჩვენ დიდ ერის მამას აუგო ჩემად დილმა ბაბუა მარკოზ ყემალაძემ და მიამაღება შემოგეთილი. სიონში რო შევდივართ, სათვალეთ რომ აი ჩემი წინაპარი ასაბლავია რაღაც სიამაღის ნობა მისდება ყოველთვის. ჩვენ ისევ წინაპართა საფუძველზე ვდგავართ. და ძალიან დიდი მადლობა ბატონ იუზა ყემალაძეს, რომელმაც გადაიღო ამ ყემალაძეების საგვარეულოზე დოკუმენტური ფილმი წინაპართა ნაკვალებზე განთავსებულია YouTube-ში და ნებისმიერ სულად შეუძლია ნახოთ. ძალიან საოცარი და ლამაზი ისტორია აქვს. წინაპართა ნაკვალებზე. წინაპართა ნაკვალებზე, კი ბატონო, კი ბატონო. ძალიან წარმოჩინებულია ძალიან ლამაზად და ძალიან მშვენივრად, კი ბატონო.
მე ხა იცით რა არის კიდევ ერთხელ ვამბობ რამდენიმე ტყემალაძე გამახსენდა შესაბამისად ჩემი სკოლელი იყო ერთი ჩემი მეზობელი იყო შოხთა ტყემალაძე დიდი ექიმი და სახელოვანი ადამიანი ძალიან კაი შვილებისა და შვილიშვილების პაპა აი ესეთი საამაყოა ჩვენთვის რა წინაპარი ესეთი ყავდა ეხლა მარკოს ტყემალაძე იყო ბოდიში პატრონუგზარ აი მარიჯანის მამა იყო თავისთავად დოდო ალექსიძის ბაბუა იყო და კიდე ნუ არ ვიცი ეხლა იმდენი გამოჩენილი ხალხი არიან, მაგრამ უბრალოდ მარიჯანი, ტყემალაძე. კი, მარიჯანის მამა. დიდებული ქართველი პოეტი ხალი. კი, მაგის მამა იყო მარკოს ტყემალაძე. ჩემ საბავშვო პოეტი, მე სკოლაში იმ პერიოდში მარიჯანის შვილი იყო დოდო ალექსიძე კიდე. ხო და 1970-იან წლებში ვსწავლობდი მე სკოლაში და მაშინ ძალიან პოპულარული იყო მარიჯანის ლექსები. და საერთოდ პოეზია იყო მაშინ პოპულარული და დღეს კარგად გამიგეთ რაღაც ვერ არის მოიკოჭლებს რა და ამ დროს პოეზიის სურნელება აუცილებელია ბავშვის სწოლის აღზრდისათვის. პოეტურობა აუცილებელია, კარგად გამიგეთ, აკეთილშობილებს, ხომ ეთანხმები? რა თქმა უნდა. ამე ისეთი პოეზიის გარეშე სუნთქვა არ შეიძლება ქართველი ადამიანი. საქართველოში ხო ყველა წერს აბსოლუტურად. თითქმის ყველა რა. ხო გაგახაროს ღმერთმა საოცარი რაღაცა რა. მე წინა გადაცემაში მოსწავლეები მყავდნენ აქ შესაბამისად და მაშინ ვთქვი და მოდით ერთ ამა თავიდან ვიტყვი ამას და მე დროს აღარ წაგართმევთ თქვენი საუბრე ჩემო ძვირფასო მეგობარო და ესეთი საოცარი რამე მინდა მოვყვე, აი ყველა წერს მართლა და ყველა ლექსებს რა თუნდა მქუხარეტაში, ყველა ხევსური, ვიცი დანტეა, ვიცი პატარა ბეღურას გულშიც დიდ სიხარულით გძნობა ანთიაო. ყველა ხევსური შეადარეს დანტე ალიგიერს თავის პოეტურობით და ნიჭიერობით და 70-იანი წლების დასაწყისში ყოფილა ჩარგლობა ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას იუბილე და ვაჟაობა და ასე შემდეგ და წასულია მთელი მწერალთა კავშირი. მთელი მწერალთა კავშირია ასული, წარმოგიდგენიათ მთავრობის ხალხი, მწერლები, პოეტები, ადგილობრივები, ძლიერნი ამ ქვეყნისაინ და ასე შემდეგ და აი ამ ღონისძიების მერე ცხადია ტარდება უკვე მეორე ნაწილი, ანუ ღვინისძიება და ისი აღმოჩნდა ჩემო ძვირფასო ბატონო გიორგი, წარმოედგინეთ, ნეტა იქ ყოფილიყავი წარმოსახვით და ნეტა საშუალება ყოფილიყო მაშინ ჩაწერისა და ასე შემდეგ რომ კონსტანტინე გამსახურდია სადაც ზის 2-3 სკამის იქით ზის ადგილობრივი მწყემსი ადგილობრივი კაცი და შესაბამისად სუფრაა ძალიან დიდი ალბათ 300 კაციანი სუფრაა და ამ შუა საუბარში ეს აქაური ანუ ფშაველი კაცი მწყემსი კაცი უცებ კონსტანტინე გამსახურდიას ეუბნება მოდი ლექსებში გამეჯიბრეო რა და კოცი ამუთხრა შესაბამისად თავისი გენიალურობით და რომ მოგიგო მერე რომ მოგიგო მაშინ მე ცხოვრის გარეშე ცხოვრება არ შემილიაო და რამდენიც გინდა წაიყვანე ცხოვრის გარეშე არ დამტოვოო და რამდენიც გინდა წაიყვანე თვალწვდენელი ფარა მყავსო გამიგეთ და თუ მე მოგიგეო ალბათ გერმანიაში ნაყიდი ლაბადა ეცვა რა, კარგად შემოსილი იყო, კოცია გამსახურდია, ხომ და მაშინ ეგ ლაბადა მაჩუქეო რა, შესაბამისად ცხოვრში დამჭირდებაო. და დაიწყო ეს შეჯიბრი, წარმოგიდგენია და კონსტანტინე გამსახურდია, ჯერ კონსტანტინე გამსახურდია პროზაიკოსია დიდი, მაგრამ დიდი პოეტიც არის და მისი ძალიან ბევრი ნაწარმოები არის ლექსი პროზაულად, კარგად გამიგე და მიაქციეთ ყურადღება ორ ნაწილაკს დიდოსტატის მარჯვენაში და როგორ ლექსად ქმნის შეიძლება გარდაქმნის ეს ორნაწილაკი ზოგიერთ ტაებს ზოგიერთ აბზაცს შესაბამისად და ჯერ თავის ლექსებს ამბობს მერე თარგმნილ ლექსებს ამბობს მერე გალაქტიონს ამბობს ამ ადამიანმა დაიწყო ვაჟა და საქმე რაში მდგომარეობს იცით რომ დაღამდა და უკვე ღამის 2 საათია შესაბამისად და დაზავდნენ ვერ დაამარცხეს ერთმანეთი და დაზავდნენ წარმოგიდგენიათ ეხლა საოცრება რა არის იქ მყოფი ადგილობრივი ხალხი ამბობდა ვინც ამ ადამიანს კარგად იცნობდა აი ადგილობრივ მწყემს პოეტს რა რომ თავიდან ვაჟას ამბობდაო მე თავის ლექსებსო რომელიც წანაკითხი ქონდაო და მე ისეთი პოეტური სურნელება იყო რომ თან ფიქრობდა თან წერდა და თან ამბობდა ექსპრომტად ამბობდა გამიგეთ და ვერც ერთი მწერალთა კავშირის წარმომადგენელი ვერ ხვდებოდა რომ ის 10 წამის შექმნილი მოფიქრებული იყო გონებაში დაწერილი ლექსი იყო 3 სტროფიანი 4 სტროფიანი და 5 სტროფიანი
მართლაც გენიალურია ეს და მარტო ჩვენ შეგვიძლია. ქართველებს შეუძლია ეს. რო ყავდეს გალაქტიონ ტაბიძე, რო ყავდეს დავით გურამიშვილი, რომელიც მხარში დაუდგება შოთა რუსთაველს, ხომ ეთანხმებით. და რო ყავდეს 100 დიდი პოეტი. და რო სიონში ეწეროს მე-9 საუკუნის თუ არ ვწდები ლექსი უკვე და პოეზია იყოს კედელზე აღწერილი ატენის სიონში. ძვირფასო მეგობარო, წინაპართა გზაზე მინდა რომ ისაუბრო და რომ ცოტა კიდე უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდეს ამ საქმეში რა. ჩემო გეცილო. მოკლედ გეტყვით ჩემო ძვირფასებო, ჩემო სვენელებო. მე და ჩემო მეგობრებმა ეს იყო 2016 წელი, შევჯერდით ეკლესიის შვილები ყველანი, აი ვაანალიზებთ გინა არ გინა ყველა ქართველი მომავალზე ფიქრობს, ერის განვითარებაზე, წინსვლაზე, ისტორიაზე, წარსულზე, ამ წოლზე ეს ყველა ჩვენთაგანი თითოეული საფიქრალია, ლოგიკურად ესია, რომ უნდა ვიფიქროთ და მომავალზე უნდა ვიზრუნოთ ყველარმა და ვიფიქრეთ და აი მივედით იმ დასკვნამდე, რომ ყველაფერი საქართველოს უბედურების მიზეზი, რაც ამ ჩვენ ბოლო 30-25 წელიწადში გავიარეთ, იყო ის, რომ ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის აი მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან და ყველაფერიდან გაერიყა ის ძალა, რომელმაც ძალა საქართველოს მოიყვანა დღემდე და საუკუნეები გადმოატარა. ეს არის ჩვენი დედა ეკლესია. და აი ამაზე მე შევადგინეთ წერილი აცხონოს მეთქვა ჩვენი დამფუძნებლები 5 ვარ დამფუძნებლები და 2 გარდაგვეცვალა ეფრემ მეორის დროინდელი საქართველოს ეკლესიის მრევლი იყო ჯამბული გვირიელი ფაქტურად კაცმა ჭიათურელმა ჩააბარა თუ არა სიონში დადიოდა სიონში ეზიარებოდა და მეორე ჩემი მეგობარი დავით ნადირაძე გარდაცვლილები არიან ორთავიანი და იმის მერე ნელ-ნელა ამულიშვილთა ერთობის დარბაზია იქ მოგვეხმარეთ ჩვენი მეგობრები რაღაც გავარცელეთ ეს როგორც შეძლებთ პრესაში დავბეჭდეთ ცხონებულმა თამაზებზივაზემ დაგვიბეჭდა ლიტერატურულ საქართველოში უსასყიდლოდ აბსოლუტურად და მივაწვინეთ ეს ყველაფერი აზრი აი როგორ გითხრათ მეცნიერებათა აკადემიის მაშინდელ პრეზიდენტს ბატონ გიორგი კვესიდაძეს ბატონ როილ მეტრეველს საკითხულია ყველას მოწონებულია გელიზბარ ჯაველიძეს ჩვენი კალმოსნებს ცხონებულ დოჩანაშვილს გურამ დოჩანაშვილს არიან ხალხერაუს თან მიულოცა ბატონ დარიელს იუბილე ქონდა 2-3 დღის უკან 11 რიცხვი 80 წლის თავის მეთქვა ჯანმრთელობა სიხარული მიცეს ბატონ ერეგეს საღლიანზე ნუ არ ვიცი აი ლიტერატორებს თუ კი ვინმე აი ერის ლამაზი ხალხი ანზორ ერქომაიშვილს ჯემალ ჭკუასას უყურე და ყველას მოწონებულია რომ აი რაღაც ჩართულობა ქონდეს დედა ეკლესიას ქვეყნის მართლობაში როგორც იყო წარსულზე ჩვენ ისტორიულ წარსულში იქ სამეფო დარბაზი საუკუნეების წინ გადაწყვეტილებას ფაქტიურად მეფესთან შეუთანხმდა და არ ღებულობდნენ. თუ ღებულობდნენ, იმიტომ იყო ის, რაც გვემართებოდა საუკუნეების მანძილზე და ვიყავით დაგსახსულები და ვიყავით ერთმანეთთან გათიშული და ხშირად დაპირისპირებულები. თქო და აი ესენაირად ამაზეა აგებული ჩვენი ყველაფერი ეს და სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ ეს ყველაფერი გავარცოთ და გავაძლიეროთ და გავიტანოთ ხალხში და ვნახოთ ნელ-ნელა დიდი მადლობა ამისთვის სამეფო არხს რომ გვეხმარება და ეს უკვე ჩვენი ფაქტურად მეორე გამოჩენაა თქვენს ყველანზე და დიდი მადლობა და აი თანადგომისთვის და ყველაფრისთვის და ჯამში ყველაფერის ამის აი აზრი და ფაბულა ის არის ყველაფრის რომ წინაპართა გზა ჩვენი დავიდეთ წინაპართა გზაზე და მივიდეთ იქამდე იმ ხრივ რომ აი დღეს ჩვენი ცხოვრება ჩვენი რაობა თანამედროვე ქართველის ჩვენი თანამემამულეების და ყველას მოწყობილია იმისკენ აი ხვალიდან დღეზე ზრუნვის საით წავიდეთ რომელი პოლიტიკური გაერთიანებისკენ როგორ იქეთ-აქეთ და გვავიწყდება ყველაზე მთავარი უფლისკენ სავალი გზა და უფლისკენ ფიქრი რომ აი ჩვენი წინაპრისთვის მთავარი იყო არა ყოფითი საკითხები და როგორ მოეწყო ცხოვრება და როგორ ეცხოვრათ განცხრომაში. მთავარი იყო რომ ცხონებულიყო და მარადისობაში ეფიქრა. ქართველ კაცს გონიერება აქვს ისეთი გამორჩეული რომ აი წინა მამების განმარტებებით ყველაზე დიდი ნიჭი და ყველაზე დიდი მადლი რაც ადამიანს მიენიჭა ღმერთიდან უფლიდან ეს არის გამრჩეველობა. აი როცა რომ განჯის უნარი ეს აღემატება სიყვარულს, სათნოებას, ერთგულებას ყველაზე დიდი რაც ადამიანს მიეცა ღმერთიდან ეს არის განჯის უნარი და ქართველ ერს ზუსტად ეს ქონდა საუკუნეების მანძილზე რომ ჩვენი წინაპარი ფიქრობდა მომავალ მარადიულ ცხოვრებაზე და არა იმაზე დღეს როგორ შეექმნა თავისი კომფორტი და თავისი პირადი ცხოვრება მოეწყო. აი ზუსტად ამის გულისთვის იყო რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენი სარწმუნოების და ცხონებისათვის ვრიდა ჩვენი ერი სიზღდა ამდენ უთანასწორო ბრძოლაში და აი ამდენ დარტყმას და ამდენ უბედურებას გადაურჩით რომ ჭეშმარიტად ერი იდგა ცხონების გზაზე. ამის დასკვნები და ამის მაგალითებია ზუსტად ის 100,000 მოწამის გმირობა, ის 6,000 გარეჯელი ბარის და ნუ რამდენიმე ჩამოთვალოს საქართველოს ისტორიიდან ჩვენი დედოფალი ქეთევანი ნუ სათვალარი ძალიან ბევრია ჩვენი წმინდანების და აი ზუსტად რომ ერის ცნობიერება შეიცვალოს იმისკენ რომ ყოველ დღე ადამიანი ფიქრობდეს იმას რომ
აი დღეს მე უფალთა რა გავაკეთე, ხო არაფერი დავაშავე, აი მოყვას ხო არაფერი უთხარი, დახმარება მთხოვა არ მიეხმარე და აი თლიანად და აზროვნებითაც რომ გონება და აზრი მიმართული იყოს იმისკენ რომ ერი ფიქრობდებს თლიანად ცხონებისკენ და თლიანად უფლისკენ სავაგზაზე და მე ესეა რომ თუ ერი ფიქრებს ამაზე რომ ეძიებდეს სასურველიაცა და სიმართლეს და მისა მუნ ყოველივე შეგეძინება თქვენო. აი ეს არის ყველაფერი ჯამში ჩადებული და ამის ნელ-ნელა განხორციელება შეიძლება ეტაპობრივად თუ ერის ნება იქნება ერის გადასაწყვეტია ჩემოგეცილებო აბსოლუტურად როგორ მართლობის ფორმას აირჩეს. 4 აბსოლუტური მონარქია არსებობს სოფლიოში, რომელთა მონარქიებსაც წინამძღვარებს მთელი სოფლია ხდება პატივისცემით და ესეთი მოწიწებით ჩემოგეცილო და აქედან გამომდინარე შეიძლება რომ ეს ჩვენი ისტორიული ინსტიტუცია და ძალა რომელმაც საქართველოს მოიყვანა დღემდე და რომელიც არის ფაქტურად საქართველოს გადამჩენელი და საქართველოს დღემდე მოყვანი ამ უიშვიათესი გენი სოფლიოში იყოს ჩართული ქვეყნის მართლობაში რაღაც კუთხით. აი ზუსტად რომ პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ესე რომ ვთქვათ არ გაითვალისწინა დედა ეკლესიის როლი, იმიტომ დატოვა და იმიტომ დაიქცა ის დემოკრატიული რესპუბლიკა იმ 3 წელიწადს იარსება ფაქტიურად და მქონდა ის 1000 პრობლემები და ესეთნაირად არის თუ ეხლა ერის ნება იქნება და რაც იქნება შევხედოთ სიტუაციას ჩვენ გავახმაურებთ ამას ვეცდებით გახმაურებას და ნაჩვენი ერის გადასაწყვეტია ჩვენი მოფიქრება ის არის და ჩვენი აზროვნება ის არის რომ აი კანონებია რაღაცები რაც საქართველოს გადაიარა ეხლა იმ პირველი დღეებიდან 90-იანი წლებიდან დღემდე ჩვენ რო დედა ეკლესიის და ჩვენი პატრიარქის ყური გვიგვდო ამ ყველაფერს ავსწრებოით ჩვენ შეგვიძლია ავსწრებოდით იმას რომ 9 აპრილის ჩვენი სისხლი არ დაგვრილიყო პირველი იმყოფილი საბჭოეთში მერე მოვყევით ამ უზარმაზარ გრევაში ერთმანეთის ზვათამკვლელ ომში ყველაფერი აი აფხაზეთის სამაჩაბლო ყველაფერი ამ პროცესებიდან გარიყული იყო ჩვენი დედა ეკლესია ღვთიური სიბრძნით აღჭურვილი ჩვენი ეკლესია საქართველოს ძლიერი იყო მაშინ როდესაც ზუსტად აი დავით აღმაშენებლის თამარის აი ჩვენი ზეობის წლებში და საუკუნეებში თლიანად ეკლესიაზე იყო მინდობილი დავითის და ღვთიურ სიბრძნეზე და დიდი მეფე თამარის შემიძლია მოიტანოთ ჩვენი თამარ მეფის სიტყვა ისტორიული სიტყვა როგორ გამოყოფს ის აი ეკლესიას და ეკლესიის როლს რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს და მამებს აი ეხლა ნახავთ შემოგეცილ ამ სიტყვას და ზუსტად კეთვით ამ ციტირებას ეს არის თამარ მეფის ისტორიული სიტყვა ეკლესიის სამღვდელოების წინაშე თქმული წმინდანო მამანო თქვენ დადგენილი ხართ ღვთისაგან მოზღრებად და გამგებლებად ეკლესიისა თქვენ მოგთხოვთ ღმერთი პასუხს ჩვენი ცხოვრების შესახებ მიაქციეთ მკაცრი ყურადღება ქრისტიანთა ცხოვრებას კეთილი მხარი ამ ცხოვრებისა განამტკიცეთ ხოლო რაც უნგვარო და ბოროტი რამაა მასში უსათუოდ მოსწრეთ მოკვეთეთ და სასტიკად აღწარეთ დადგენილებით გასწორება იწყეთ ჩემითგან რადგან სიდიდეს მატარებ მოფობისას და არა ღვთის საგმომებლად ნუ მოერიდებით მთავრებს მათი დიდკაცობის გამო და ნურს უბრალო პირებს შეურაცხყოფთ მისთვის რომ ისინი უბრალონი არიან თქვენ კეთილი დადგენილებანი მოახდინეთ და მე მათ შესრულებას ვიკისრებ დაგეხმარებით ჩვენ სწავლა მოგვეცით და მე თქვენ სწავლას შევითვისებ და სხვებსაც შევათვისებ თქვენ მაგალითი დაგვიყენეთ წინ და მის განხორციელებას მევიდებ თავს ორივე მხარემ ხელს მიცეთ სარწმუნოების დაცვაში რომ არ ჩასვიდეთ ღვთის პასუხისგებაში თქვენ როგორც მოდლები მე როგორც მეფე თქვენ როგორც უფროსი გამგებნი ხოლო მე როგორც უბრალოდ დარაჯი აი მას ამბობს მეფე რომელიც ფაქტურად ერმა სიცოცხლეში შერაცხა წმინდანად და აი ეს გვაკლია ზუსტად შემოგეცილებო პატრიარქის წინ რო დაგვეჯერებია არც იმ 1500 საწარმოს დავჭრდი და ჩავავარებდი ჯარში და გადარჩებოით ყველა მე უბედურება საუკუნეების წინ ჯარი ბრძოლის წინ და ოპერაციის წინ აი ჩვენი საბრძოლო შენაერთები სადაც შევიდნენ ყველგან დავმარხეთ იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხდებოდა დედა ეკლესიის კურთხევით და მისი უშუალოდ ესე იგი როგორ გითხრათ ხშირად იყო შემთხვევა მონაწილეობისის და ყველაფრის და აი ეს ძალა რაღაცნაირად უნდა დაბრუნდეს ქვეყნის მართლობაში მით უმეტეს ერთადერთი ეკლესია ჩვენი ეკლესია რომელიც დღემდე მოვიდა აბსოლუტურად უმციკლოდ იმ მართლმადიდებლურ ეკლესიათა შორისაც კი რომელსაც სქიზმა არ ქონია რომელსაც არავითარი ხატმომძელეობა აი არაფერი არ ქონია მაგდაგვარი და მოციქულთან დოინდელი ეკლესიიდან ერთადერთი ვარ შენარჩუნებული მთელი თავის სისავსით და ზუსტად იმ ღვთიური მადლის დამსახურებაა რომ ეს ჩვენი პატარა ერი აი გასაოცარი წარმატებებით და გასაოცარი მიღწევებით არის და გამოირჩევა მსოფლიოში. ნუ აი თუ გინდა აიღეთ სპორტი, თუ გინდა აიღეთ ხელოვნება, როგორ შეიძლება პატარა ერმა მსოფლიო განაცვიფროს თავისი ამიღწევებით. ეს ზუსტად იმ ღვთიური მადლის დამსახურება და ქრისტეს ერთგულების დამსახურება, რითაც მოვიდით დღემდე და აი ეს არის ჩადებული თუ დაინტერესდებით ამ წერილებით, ეს ყველაფერი წერილები ჩვენი გამოქვეყნებული და რაღაც სატელევიზიო ჩანაწერები გამოქვეყნებულია ჩვენ Facebook გვერდი გვაქვს წინაპართან და შეგიძლიათ შეხვიდეთ იქ და ნახოთ და დარწმუნებით შემოგეთილებო რა. ჩვენ უბრალოდ ერთი გვინდა რომ აი მოხდეს რომ
ეკლესიას ჰქონდეს საკანონმდებლო სივრცეში ვეტოს გამოყენების უფლება, რომ კანონი როდგება, ნებისმიერი კანონი, აი იქ იყოს ზუსტად მითითებული და შესაძლებლობა იმის, რომ პატრიარქმა თქვა, რომ ეს ერი ჩემი ერი და საქართველოში მცხოვრებთა ინტერესებში არჯდება და მე ამას ხარს ვერ დაუჭირე, აი ვეტოს დადებისება რო ქონდეს ეკლესიას და თუ რაღაც ისეთი რო არის ფიქრობთ, რომ თქვათ რაღაც ეკლესია ამას თავს მოახვევს თავის ვეტოს ერზე, მე შემდგომ შეიძლება რომ ეს ვეტო გამოვიდეს და საერთო სახალხო განხილვის საგანი გახდეს და თუ ერი გადაწყვიტეს ახლა ღმერთმა ვაცილოს ერი დაქცევისაზე წავიდეთ, მაშინ ამასაც ვერ ავწდებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ეს ერთი ფუნქცია გქონდეს ჩვენ ეკლესიას. პლუს საბრძოლო ოპერაციები, რაც იქნება ღმერთმა დაგვიფაროს ამინა და უფალმა, არ უნდა ხდებოდეს ეკლესიის შეუთანხმდად. აი პატრიარქის სინამდვილედ ამბობს 2008 წელს მე არაფერი არ ვიცოდია, რა ხდებოდა იმ წინაშე დასაწყისი არაფერი არ ვიცოდია და მე ვინ იყო ჩვენი დახოცილი და საწყალი ჩახოცილი ჩვენი ბიჭების პატრონი. მიტოვებულების იქ პაპანახებას იცხე. ისე დედა ეკლესია იყო და ისე ის პატრიარქი იყო, თავის შესამოსწალი რო გადააფარა იმ ჩვენ დაღუპულ გმირვას კაცებს და აი ესე უნდა ხდებოდეს რაც შემოგეთილებოდა. ყველას მოგიწოდებთ რომ გაიაზრეთ ეს ყველაფერი. აი რო ყოფილიყო კონსტიტუციის მუხში, ჩვენ კონსტიტუციაში მუხდი რომ ეკლესიის თანხმობის გარეშე შეუძლებელი ყოფილიყო იმ დიდი საბრძოლო ოპერაციები, ცხინვალი, სოხუმი, 300,000 ტოლვილი და 20,000 გარდაცვლილი მივიღეთ ცხინვალიდან. არავის ეგ დედა ეკლესიისთვის არ უთქია, ღვთიური სიმძნე განსხვავებულია აბსოლუტურად ერისკაცების სიმძნისგან. იმიტომ რომ იმ ღვთიურ სიმძნეზე იმ ბიბლიაზე იფიცებს ის უცხოეთის ქრისტიანული სახელმწიფო და მეთაურები და ისე დებენ ფის და ასულებენ არასულებენ ეს ერთი საკითხია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დროა რომ ღვთიური სიმძნე დაბრუნდეს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს არის მოკლედ ჩემო ბატონო ნოზალა, დიდი მადლობა რომ მე ამის გაშღერის საშუალება მომეცით. გინაცვალე გულში, აი ორი ხელით გეთანხმებით სრულიად და კიდევ ერთხელ მინდა მწუხარებით აღვნიშნო ეგ მომენტი, რომ სამი ომი დაიწყო აი ამ სამწუხარო 2 წლის განმავლობაში ერმა სახელმწიფომ წარმოგიდგენიათ და ყოველთვის ქართველი ჯარი კურთხევით მიდიოდა შესაბამისად და უამრავი სასულიერო პირიც მონაწილეობდა მარაბდის ომი, რომ მარაბდის ომია მიტროპოლიტები თავადობდნენ, წარმოგიდგენიათ და რამხელა ძალა ორი ეპისკოპოსი შეეწირა მარაბდის ომს. მათი ლოცვა, მათი თხოვნა იმასაც უზრუნველყოფს, ვისაც გჯერა ჩვენ ეს გჯერა უпростоრეთ წმინდა გიორგი ცოცხლდებოდა და ქართველებთან ერთად დგებოდა, მათ როგორც ერთი მეომარი, მაგრამ მაინც შესაბამისად დგებოდა და თქვენ ახლა მარტო ომები ახსენეთ და რიგი კანონები და რიგი გადაწყვეტილებები აი იმ რაღაც იმაში არ დსთ-ში არ შევსულიყავით სიტყვაზე და ევროკავშირის შესვლა არ ჩაგვეწერა ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელმაც ამდენი ნებათაღელვები გამოიწვია. მთელი მსოფლიო ამბობს რომ არავის არ ვიღებთ, ახლა არ მინდა პოლიტიკური განცხადებები, მაგრამ ლოგიკისათვის შეხედეთ რა, რომ ისინი ამბობენ რომ არავის აღარ ვიღებთ, თუ არ ვიღებთ იმაში შესაბამისად ნატოში და ჩვენ კიდე კონსტიტუციაში შეიძლება ითქვას ნახევრად წმინდა წიგნში, ხო? მოდით სახელმწიფო წიგნში გვიწერია, რომ ჩვენ იქით მივდივართ და ისინი აქეთ არ მოდიან, წარმოგიდგენთ. აი მართლა უნდა შესაბამისად, აი ჩვენი ბრძენი ეკლესია, მე ახლა ქეთს ვიხრი ჩვენი პატრიარქის წინაშე ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც ეს უნდა რომ და თუ უნდა რომ დარწმუნდეს, ეპისტოლეები წაიკითხოს ბოლო 45 წლისა, ხო? ბოლო 47 წლისა და კიდე ხო ეხლა უცებ აი ამ ეპისტოლეებზე რა გამახსენდა იცით ზოგს ენა უბრუნდება და ამბობს რომ აი ამას პატრიარქი არ წერს, ამას პატრიარქი არ წერს, ხო იყო ეგეთი უმსგავსობანი, ხო გახსოვთ და მე უკვე შესაბამისად მეცნიერება და ლოგიკა არის ძალიან ძლიერი რა, რომ ადამიანს ზოგს ეგეც ვერ გადაარწმუნებს. ვერც ლოგიკა და ვერც სამეცნიერო დასკვნა და საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ეს საოცარი ადამიანი გამოგვიგზავნა 1978 წლიდან 2025 წლამდე და უკვე სამეცნიერო თვალსაზრისით დადგენადია ის, რომ მაშინაც 70-იანი წლების ბოლოს, 80-იანი წლების ბოლოს ერთი სტილით არის დაწერილი, ერთი აზრით, ერთი სიტყვებით, ერთი ტექსტით, ერთი შთაგონებით და ერთი ადამიანის დაწერილია და გაიტრუნენ ბოლოს რიგი ადამიანები, ხო გახსოვთ ესეთი წინააღმდეგობები რო ქონდა ჭინკებს გამიგედა. ესეთი უწმინდესი გამოგვიგზავნა და ესეთი საოცარი სასულიერო დასი გამოგვიგზავნა, აღორძინეს. სიფქვაზე წყალი ამოიყვანეს ადამიანებმა, ისეთ ადგილზე, სადაც აი მაგალითისათვის მე მინდა რამდენიმე მღვდელი გავიხსენო, მაგრამ თქვენც იცნობთ ესეთ ადამიანებს, რომ
სრულიად წაშლილი იყო სასულიერო ცხოვრება სოფლებში, უძველეს ქართულ სოფლებში, წარმოგიდგენიათ. სოფელ ხიდის თავში არც ერთი მოქმედი ეკლესია არ იყო. სოფელ ატენში არც ერთი მოქმედი ეკლესია არ იყო. აი 1980-იანი წლების შუამდე წარმოგიდგენიათ. ზემო იმერეთში, აი კომუნისტების სულ ბოლო პერიოდში გაიხსნა ეს ჩვენი წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი, საკათედრო ტაძარი. და სხვადასხვა პირველი გაიხსნა ეს საჩხერეშია საკათედრო ტაძარი ზემო იმერეთში და მთლიანად ხარაგაულ თერჯოლა ზესტაფონში პირველი კომუნისტების დროს რომელიც ტაძარის განხდა მონქმედი არის საჩხერის წმინდა ნინოს ტაძარი. ჩემი მასწავლებელი მეუფე მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე წარმოიდგინეთ რა ბრძოლაში იყო რა წინააღმდეგობებში იყო რა იგი 80-იან წლებში შესაბამისად ბორჯომისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსი და მიტაცებული ქონდათ ეკლესიები უძველესი ქართული ეკლესიები მიტაცებული ქონდა სხვა კონფესიებს და რომელიღაც ორგანიზაციებს ხო წარმოგიდგენია და რამდენი ეკლესია გამოსტაცა მათ რამდენი ეკლესია აკურთხა რამდენი სკოლა გახსნეს საპირწონე დიახ აი ეს ხლა ვამბობ მე ეს კიდე ერთხელ ვამბობ ეს არ არის პოლიტიკური განცხადება მაგრამ აი ესე ვინც როგორ მინდა ისე შეხედოს რომ საპირწონე აი ხლა მოზღვავებული აი ამ ჭინკა სასწავლებლებისა კონკრეტულად არ ვიტყვი ცხადია მაგრამ ხვდები თქვენ აი ეს რამდენი ეკლესია საეკლესიო სკოლა სამრევლო სკოლა უნივერსიტეტია გახსნილი უფასო და ასე შემდეგ სემინარია და აკადემიაა გახსნილი რომ ადამიანები ბავშვები გამოსტაცონ უამრავ საცდურს რომელიც სამწუხაროდ წარმოგიდგენიათ უნივერსიტეტის სახელით შემოიჭრნენ ჩვენში გამიგეთ და მართლაც საოცარი სიბრძნე გვაჩვენეს ამ ადამიანებმა საოცარი სიბრძნე რიგითი ღვთლებიდან დაწყებული რა ქადაგებები აქვთ რა შრომა აქვთ რა ღვაწლი აქვთ თან ახალს კი არ ამბობენ არაფერს არამედ იმას ამბობენ რასაც შესაბამისად დავით აღმაშენებელი გვასწავლიდა და დამარ მეფე გვასწავლიდა და უამრავი წმინდა მეფე გვასწავლიდა როგორ უნდა აწარმოოს სახელმწიფო საქმეები და როგორ უნდა აღორძინო ქვეყანა დიახ უამრავ ომს ავწდებოდით და უამრავ ესე დაბნეულობას და გაუგებრობას ავწდებოდით აი ესეთი რამე რო და გადაწყვეტილების უფლება კი არა რჩევის უფლება რო კონდეს აი ამ დონეზე და მართალი ბრძანა თუ მერეს ერი გადაწყვეტს რომ არა ეს არ არის ეს ვეტო შეიძლება დაძლეული იყოს მაგალითად რეფერენდუმის სახით და ასე შემდეგ ერთ დამამატებ ბატონო თუ შეიძლება სხვათა შორის ეს ჩვენი მოთხოვა რომ საკანონმდებლო სივრცეში გქონდეს ეკლესია დედა ეკლესია ჩვენსას უფლებები და შემოსვლა რაღაცნაირად მოხდეს მისი დაფიქსირება სავსები ჯდება აი ეგრეთ წოდებული ეს ჩვენი ვენეციის კომისია როა ჩვენი კონსტიტუციის რაღაც მუხლები რო დგება ხოლმე ჩვენი პარლამენტარები ჩვენი კანონმდებლები ვენეციის კომისიის მოთხოვნებში ზუსტად არის მითითებული რომ ერის კონსტიტუციის შემუშავებისას გაითვალისწინეთ ერის ისტორიული წარსული აი თუ იქ იყო რაღაც წარსული დადებითი რაც არის შეიძლება რომ გადმოიტანოთ და ჩადოთ ერთ-ერთი მაგალითი იმის თუ როგორ შეიძლება რომ აი ისტორიული ინსტიტუცია მოქმედებდეს და ქვეყნის ხორებაში ერთვებოდეს ამის მკაფიო მაგალითი არის ბრიტანეთის სამეფო დიდი ბრიტანეთის გაერთებული სამეფო სადაც მეფის თანხმობის გარეშე ადრე დედოფალი იყო ახლა მეფე მართავს თავისთავად მეფის თანხმობის გარეშე პარლამენტის არც ერთი დადგენილება კანონი არ იქნება მიღებული ძალაში თუ მეფემ ხელი არ მოაწერა პლუს ომს ვერ დაიწყებ თუ მეფემ დასტური არ მისცა და ხელმოწერა არ გააკეთა არ გასანებართო ამის და ვერც დიპლომატიურ კორპუსს ვერ დანიშნავ დიპლომატს ვერ დანიშნავ უცხოეთში შეწარმოაგელა თუ მეფის თანხმობა არ იქნება ეს ბერკეტებია და პლუს მეფე ითვლება ამასთან ერთად ადრე დედოფალი ახლა თავისთავად სამეფო ხელისუფლება ეკლესიისა და სასამართლოს უზენაეს ხელისუფლად პლუს ამასთან ერთად და ეხლა ეს ყველაფერი არა მაგრამ ის მაინც უნდა თხოვოთ და კანონის დაფიქსირდეს რომ აი ეს შეიძლება ეს არ შეიძლება აი თუნდაც ის ანტიდისკრიმინაციული კანონი რომელიც იყო 17 მაისს გათენებას რომ გულის ფანცხალით ელოდებოდა მთელი საქართველო და კანკალით რა იქნება როგორ ჩატარდება აი ესე იქნება იყო ეს უბედურება პოლიცია დაძაბულობა და არ ვიცი მოკლედ საშინელება რა ყოველ წელიწადს ყოველ 17 მაისს იყო ჩატარება ალბათ აი ესეთი კანონები აი მიწის გაყიდვაზე დღეს რო ძალიან ესეთი დაძაბული და ძალიან ფაქიზი თემაა პატრიარქმა თქვა რომ მიწის გაყიდვის უფლება არ აქვს არავის არც პატრიარქს არც მეფეს არც პრემიერ-მინისტრს არც არავის და მის არის შეუხებელი და არის რაღაც ისეთები სადაც თუ არ გავითვალისწინეთ იმ დედა ეკლესიის და ღვთიური სიმინე რაც უნდა ხელმძღვანელობდეს ჩვენიერი უკვე მივდივართ ნელ-ნელა აი მივდივართ რაღაცა არ ვიცი რა ღმერთს მაღნას რომ ზევოს წავიდეთ ყველა მხრივ და
რიცხობრივადაც, დემოგრაფიულადაც, ეკონომიკითაც, მაგრამ თუ საქართველოს რაც ქრისტესას არ გვაყვა ჩვენი წარმატებები არ იქნება, რაც შეიძლება სხვა ერებს ეპატიოს ხთიდან, იმას ჩვენ უფალი არ გვაპატიებს, გამოგვივლენს ისევ რაღაც დაჟჯას, რაღაცა განსაცდელს მოგვივლენს, რომ ისევე შთაგვის გზაზე შეგვატაროს, იმიტომ რომ იმ ხელაწინაბრები აქვს, იმ ხელასისხლი აქვს ჩვენ წინაპრებს გაგებული ქრისტესთვის, არაფრით არ იზრავს იმას, რომ უფალი რომ ჩვენი ერი მოწყვიტოს მისკენ სავალ გზას. ეს ასია, მე ასე ვფიქრობ და ჩემი მეგობრებიც ამას ფიქრობენ. ვართ ერთად ამ ღმერთმა გაგახაროს. მოტივით აღჭურვილი. ღმერთმა გაგახაროს ყველაფერი, რაც გვაერთიანებს, ყველაფერი ღმერთისგან მოდის და საოცრება, ჩვენი მთავარი გამაერთიანებელი დედა ეკლესია. დედა ეკლესია ჩვენი და ბევრი რამეა გამაერთიანებელი, მაგრამ ის რომ მთელი ერი გააერთიანოს, მე ვფიქრობ ასეთი იქნება ღმერთმა გამოგვიგზავნოს სამეფო ტახტის აღდგენაც ასეთი იქნება, მეფე გააერთიანებს, იცით? აი მაგალითად ახლა კარგად გამიგეთ, მე და ბატონი გიორგი არა ვართ ამბიციურები. ნებისმიერ ფრონტზე წავალთ, ნებისმიერ ადგილას დავჯდებით, ოღონდ საქმე გაკეთდეს, ერთი აგური, ორი აგური შეგვიძლია ყველგან მივიტანოთ, ოღონდ ვინმე დაგვასაქმოს, მაგრამ არსებობენ ესეთი ამბიციური ადამიანები, მეცნიერები ასე ახლა რასაც მე ვუყურებ, რომ საოცარი აღმოჩენები აქვთ გამიგეთ, მაგრამ ამბიცია ისეთი მძიმე დავადება, რომელიც ამ ორ ადამიანს ერთად ვერ აჯენს, გამიგეთ, ვერ სვამს ამ ორ ადამიანს, რომ ერთმა შეთანხმებულმა ამ ხუთმა ადამიანმა ახლა გვარებით შემილია ჩამოვთვალოთ, პირა ახლა მათ რო არ ეწყინოთ, ახლა ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ პირად საუბარში მიგახვედრებთ ვიზია საუბარი, რომ ეს მკვლევარი ერთად რო დასკვნენ, რა საოცარ დოგიმას დადებენ, დასკვნებს და როგორ შედეგებს დადებენ, მაგრამ ეხლა რო ვერანაირად და ვერაფერმა, მით უმეტეს აი ესეთმა აღმოჩენებმა, სიძველეებმა, რაღაც პროქართულმა საოცარმა ვერ გააერთიანა, ალბათ მეფე გააერთიანებს, ხო, მეფე შექმნის კომისიას, ალბათ ვახტანგ მე-6-ის ეპოქაშიც ესეთი იყო, ხო, რომ ძალიან გაგვიჭირდა ვახტანგ მე-6-ის ეპოქაში, რომ წარმოიდგინეთ, რომ ქართველებს სასულიერო პირებსაც კი მდიდრებს, თავადებს, სამეფო კარზე შეიძლება ითქვას, რომ დეფიციტი ჰქონდათ, ან თითქმის არ ჰქონდათ, ან საერთოდ არ ჰქონდათ ქართული წიგნები და ჰქონდათ მოზღოვებული სპარსული ლიტერატურა. წარმოგიდგენია და შაჰნამე ისეთივე პოპულარული იყო მაგალითად ახალგაზრდებში, როგორც დღეს ნოდარ დუმბაძეა მაგალითად პოპულარული და ლადო ასათიანია პოპულარული. გამიგეთ, აი ესეთი და საოცარი ღვაწლი შექმნეს, როგორც საკითხავი წიგნი ესე შექმნეს. იგივე ქართლის ცხოვრება, ამ კომისია მოიწვია, ალბათ იყო იქ სწავლულ კაცთა კომისია იყო. ხო მოგეხსენებათ ეგ ამბავი. შესაბამისად ლექსიკონი, დიდებული განმარტებითი ლექსიკონი, საოცარი ლექსიკონი ქართული ენის სიმდიდრე და განძი დადო სულხან-საბა ორბელიანმა და მერე მცხეთური ხელნაწერი გადაიწერა რედაქტორი სულხან-საბა ორბელიანია, წარმოგიდგენია და გამრავლდა ხალხში. მერე შესაბამისად 1712 წელს ვეფხისტყაოსანი გამოიცა, რა სასწაული გააკეთა ამ ადამიანმა, ვახტანგ მე-6-ემ, არ არის წმინდანი, ხო? არა. წარმოგიდგენია? მე მგონი კი არ არის. არ არის. სულხან-საბაზე იმას კვტენიან ღმერთო და ძალიან დიდი ბუდიში აი ამ ნახევრად ჟარგონული ფრაზისთვის, მაგრამ იმას გვაძალებენ და იმას გვინერგავენ, რომ კათოლიკე იყო, მართლმადიდებელი არ იყო. წარმოგიდგენიათ როგორი სამწუხაროა და აი ზუსტად მაგითო მართლმადიდებლობის წინაშე რა ღვაწლი აქვთ. კიდე ეგრა მაგის პასუხია, ახლა შენდობას ვითხოვ სასულიერო პირთაგან, მაგრამ არ არის წმინდანად შერაცხული ახალგაზრდა ბიჭი პაატა სააკაძე. როგორი ზვარაკია რა ერის წინაშე. არ არის წმინდანად შერაცხული წელად თქვენ ახსენეთ. ყველაზე ტრაგიკული და ყველაზე აი არ ვიცი სული შემძვრელი მე ბატონო ის არის რომ აი თუ ჩვენ წარსულს არ გაუფრთხილდებით აი არ ვიცი უფალმა დაგვიფარო საკიდან მე მინახია პაატა სააკაძის მოჭრილ თავზე რაღაც იუმორინავს გავსი რაღაცა გადაცემები და ხალხო იმას მაინც თუ ერაფერს ვერ ვაშენებთ ახალს იმას მაინც ვიტყვით რომ ეს ანგელოზის შვილი გიორგი სააკაძემ როგორ გაწირა საქართველოს გულისთვის აი ნებისმიერმა თქვენ სულში და თქვენ გულში ჩაიხედეთ რა მძიმე იქნებოდა მისთვის ამ ნაბიჯის გადარება და გააკეთა და იმ პაატა სააკაძის
მოწილ თავთან და იმის სალოცავთან და იმის სამართლთან მოწესებით რომ მიდიოდეს ერი იმაზე მე მინახია იმორნეზე რაღაც მაგდაგვარი გადაცემა რომელიღაც რაღაც პერიოდში იყო ზუსტად მახსოვს ამაზე შეიძლება რომ მართლმადიდებელმა ერმა რომელსაც ამდენი წმინდანი ყავს იმ ბაგრატიონებს რამდენი უამრავი წმინდანი ყავს ბაგრატიონებმა რამდენი წმინდანი მიცეს საქართველოს ბაგრატიონების სამეფო ხელისუფლება ისე უყვარდა ეს მეტი ვარ შეიძლება იმიტომ რომ ხედავდა ერიდაბები რომ მეფე წინ იდგა ბრძოლის დასაწყისის წინ არც ერთი მეფე ჩვენი ზურგში და თითქმის არ მდგარა შვილთან ერთად ხვლით ხელში წინ პირველი ისხდებოდა მტერს უდიდესი სიყვარული ჰქონდა მან წარმოგიდგა ეხლა კიდე ერთხელ გეუბნები მაგას იზავდა სასულიერო სემინარიის სტუდენტი და ხვდებით უკვე რომელი ინსტიტუტის სტუდენტი იყო ის ადამიანი რომელმაც ესეთი რაღაცა შეიძლება გააკეთოს ხო გამიგეთე და იგივე წმინდანები არ არიან კეთევანწამებულის შვილიშვილები რა თქმა უნდა ეს საოცარი ორი პატარა ბიჭუნა ხო და წარმოიდგინეთ როგორი მძიმე ხვედრია სამშობლოს წინაშე ქრისტიანობის წინაშე და რამდენი როგორი დასი ყავს ეცაში როგორი მეოხი ყავს ეხლა ეკლესიის მიერ არ არის ეს შერაცხული იქ არსებობს რაღაცა წესები კანონები და შესაბამისად შერაცხვის კომისიაც არსებობს მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ უამრავი ადამიანი ზეცაშია ვაჟა-ფშაველა ხო ზეცაშია როგორი მეოხია ხო ჩვენი და იგივე galaktion ტაბიძით მინდა ეხლა დავასრულო საუბარი ჩვენმა უწმინდესმა ბრძენმა პატრიარქმა ეს ადამიანიო და სილაჟვარდი ანუ ვარდისილაშის ავტორიო დედაოხთისა მზეო მარიამ როგორც ნაცვი მარცილაში ვარდი ჩემი ცხოვრების გზას იზმარია და შორეულიც ის სილაჟვარდი აი ამ ტაეპის ავტორიო თვითმკვლელი ვერ იქნებაო და არ იქნებაო გამიგედა ამბიონიდან მოუწოდა თელ სასულიერო დას მონასტრებს ეკლესიებს რომ მოიხსენიონ galaktion ტაბიძის სული და ზუსტად ასეც ხდება იგი მოხსენიებული ადამიანია და ჩვენი ღმერთმენით ეს არ არის თვითმკვლელი ადამიანი მე გამოვთქვა მოკრძალებას ბოდიში მინდა მოგიხადოთ მაგრამ ჩემი აზრია რომ ალბათ რაღაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა კარგად გამიგეთ ეს ადამიანი მესამე სართულზე აიყვანეს აი ამ სავატყოფოში მტრიან ადგილას სადაც თითქმის ადამიანები არ იყვნენ მეორეზე იყო ძირითადად შესაბამისად ყველა საპატიო პაციენტი ალბათ იქ დახურული იყო ალბათ აჭედილი იყო ფანჯარა ალბათ ავიდა ზემოთა საკეტის გასაღებად აი ამ რაფაზე და ალბათ შეტორტმანდა ადამიანი და გადმოვარდა თორე galaktion ტაბიძეს გაცილებით დიდი წინააღმდეგობები სიდუხჭირე უყურადღებობა წინააღმდეგობა ძალიან ბევრჯერ შეხვდა ცხოვრებაში და არც ერთხელ ეს ნაბიჯი არ გადადგა შესაბამისად და ეს ტრაგიკული ამბავი გამოაცხადეს ესე სამწუხაროდ არასწორად და ძალიან დიდი მადლობა დედა ეკლესიას ძალიან დიდი მადლობა ჩვენს პატრიარქს მთელ სასულიერო დას ჩემს მასწავლებელს მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძეს ჩემს მოძღვარს მამა ელიზბარ ოდიშვილს თქვენ მოძღვარს მამა ალექსანდრე ბოლქვაძეს აი ამ ტაძრებში მოღვაწე ადამიანებს ძალიან დიდი მადლობა მეგობრობისათვის ქართველობისათვის საკუთარი სოფლის მამულის წინაპრის საკუთარი ეზოკარმიდამოს სიყვარულისათვის თავდადებისათვის მეც როგორი ცხოვრებით ცხოვრობ ვიცით ორკარად ცხოვრობ თქვენც ასე ხართ ხო ორკა ერთი აი მაგალითად ხან ორი დღე ვარ იქით ხან ორი დღე ვარ აქ იქავარ აქაურობაზე ვფიქრობ და მენატრება აქავარ იქაურობაზე მენატრება ხან ყველანი იქით ვარ შესაბამისად ძალიან ხშირად და იქაურობის მიტოვება არ შეიძლება ავაღორძინოთ სოფელი კიდე ერთი თხოვნა იქნება ჩემი თქვენ და მე ავაღორძინოთ სოფელი არ მივატოვოთ აი ეს წინაპართა ნაკვალევი დიდი ცოდვა იქნება დიდი ცოდვა და დანაშაული იქნება ჩვენი შთაუმავლობის წინაშე თორე ისინი ზეცაში არიან და ალბათ ყველაფერი კარგად აქვთ ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა გაგაძლიეროთ მშვიდობა გქონდეთ გაიხარეს გილოცავთ ნიკოლოზობას და ყველა დღესასწაულს შევეკეთილებო. ჩამწლებოდა სიხარული ყველა ოჯახს საქართველოში. მშვიდობა.